მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ულამაზეს ლუხუნის ხეობაში და მივემართებით ურავისკენ, სადაც უნდა დავესწროთ ბატონი გიორგი ჟორა ჩალაძის ხსოვნისადმი მიზღვნილ საღამოს. დანარჩენს ბატონ ჟორაზე ადგილობრივები უკეთესად მოგვიყვებიან. გიორგი ჩალაძისკენ ვიყავთ 90 წლის მოქანდაკე მხატვარი, რომლის ისტორია თავისი მასწავლებლის მიერ ნაჩუქარი თანხებით დაიწყო. დღეს მისი სახელი შეტანილია გერმანიაში გამოცემულ წიგნში, კერძოდ ლაიფციგში, რომლის სათაურია ყველა ქვეყნის ყველა დროის გამორჩეული ხელოვანი. გიორგი ჩალაძე 90 წლის პროფესია მოქანდაკე. პროფესიით მოქანდაკე ვარ, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აკადემიის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და დავიწყე პერსერაში მუშაობა. და ყველა უფრო მეტი ნამუშევრები მაქვს პერსერაში. დღეისათვის 200-ზე მეტი პერსერული ტილო დევს სახელოსნოში. ყველა მიყვარს. განსაკუთრებით მაინც ვაჟანებს თელ თავისი შემოქმედებით და ასევე ჩემი შემოქმედებით. აი ვაჟას აქვს ესეთი ნათქვამი. რა არის ზოგი სიცოცხლე, ნეტავი რისთვის ჩნდებაო, ჭიასავით მოსული შეასავით კვდებაო, იქ საიქიოს აკლია, აქ საკალსდეო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ურავის სკოლაში. სწორედ იმ სკოლაში, სადაც ბატონმა ჟორამ საკუთარი ხელით დახატა 97 წელს ეს ნახატი და უსახსოვრა საკუთარ სკოლას და საკუთარ სოფელს. აქ ვიმყოფებით ქალბატონ ნანა კერესელიძესთან, რომელიც 45 წელია ხელმძღვანელობს ამ სკოლას და ის მოგვიყვება ბატონ ჟორაზე და იმ პერიოდზე, როდესაც ის ამ სოფელში ცხოვრობდა და ატარებდა აქ ბავშვობას. ქალბატონი ნანა მისგან და გადმოცემით იცის, რა თქმა უნდა, ეს წლები და ამაზე გვესაუბრება ახლა ქალბატონი ნანა. დიახ, ბატონი ჟორა დაიბადა 1931 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში. ამ სოფელში პირველად იყო დაწყებითი სკოლა, რომელიც იყო ოტიან ახულებზე, სადაც ბატონი ჟორა სწავლობდა, რადგან მის სახლთან ახლოს იყო ეს სკოლა. მის მერე გაიხსნა ხიმრუდის 7 წლიანი სკოლა. ასე ერქვა ამ სოფელში არსებულ პირველ საბაზო სკოლას. 7 წლიანი სკოლის შემდეგ გაიხსნა 8 წლიანი სკოლა, მაგრამ 7 წლიანი სკოლის შემდეგ ეს სოფელი გადაასახლეს მთლიანად აფხაზეთში. მათ შორის ბატონ ჟორასაც მოუწია მათ შორის აფხაზეთში გადასახლება. აფხაზეთში გადასახლებიდან მალევე დაბრუნდა. სოფლის უმეტესი ნაწილი სოფლის სიყვარულმა მოუწიათ ისევ და მობრუნდნენ უკან და თავის ნასახლარებს და პატარ-პატარა სახლები ისევ ააშენეს და დაიწყეს ცხოვრება. მანამდე მასწავლებლების გადმოცემით ვიცი, რომ ჟორა ჩალაძეს ემარჯვებოდა ხატვა ბავშვობის პერიოდშივე.
და იმდენად მონდომებული იყო, რომ მოსწავლე იყო, რომ ცდილობდა ყოველთვის სკოლამდე მისულიყო და ის თავისი საქმიანობა წარემართა. მასწავლებელიც შესაბამისად ხატვის მასწავლებელიც როგორც ჩანს ძლიერი იყო მაშინ და დაიწყო ნელ-ნელა ხატვის სახვითი ხელოვნების სიყვარულის გამოხედვა. ჩაეყარა საფუძველი მისი ნიჭის რეალიზებას. კი, რამდენჯერ მისი ღონისძიება როცა გავაკეთეთ სკოლაში, რომ ამ სოფლის წარმატებული და ცნობილი ადამიანების აღვნიშნეთ სოფლისთვის გაცნობა რა ახალგაზრდა თაობისთვის გაცნობა გავაკეთეთ სოფლის გამოჩენილი ადამიანების მაშინ ბატონი ჟორა ასეთ რამეს აწყებოდა რომ რამდენჯერაც გინდაო ფეხშიშველი ყოფილვარ წასული ულუკმაპუროთო ხულაშიო რომ გვედარაჯა დათვი და რაიმე ნადირი არ შესულიყო ჩვენყანაში და ყანა არა ეოხრებინაო და გვენთო ცეცხლ და დარაჯობდით მთელი ღამის განმავლობაში და იქ მქონდაო მაგისი სახატავი ფურცელს ვერ ვიტყვიო რომ მქონდაო ფურცლები მაშინ სად იყო ისე თავზე საყრელა თუ ეხლა რო არისო პატარ-პატარა ხის კანის ანათალზე ხატავდი ხანდახან რაღაცეებს ნახშირითო და მე ეს გადამქონდა მე გადავიტანე დიდობაში ფურცელზე ჩემი ნახატები და რაღაცები და ესენი ძალიან რო ცუდი ცხოვრების ყოფილი ცხოვრება ჰქონდა მაგრამ დუხჭირი ცხოვრებიდან და ბავშვობიდან მოდიოდა მაგრამ იმდენად შემოქმედი კაცი იყო რომ რაც სულით არ დაცემულა აინტერესებდა და ხატავდა ყველგან ამ სოფელში ცდილობდა რომ ყველა ოჯახში ყოფილიყო მისი ნახატი და ბევრ შევხვდებით ესე კი ექნებათ ოჯახებში აუცილებლად იმიტომ რომ ცდილობდა რომ ესა იგი თავისი ხელწერა რო ვთქვათ ასე დაეტოვებინა ყველგან მე ვიცი რომ მე უკვე როცა რეალიზება მოახდინა მისი ნიჭის ეხმარებოდა ხო სოფელს ეს წიგნებით და ეს რაღაცები ყველანაირად გვერდში უდგა ეხლა მე მისთვის ძალიან ის ვიყავი ეხლა რო ვთქვა რომ ძალიან ნაცნობი და აქ სოფელში დაბადებული და გაზრდილი ვარ არა მაგრამ იმდენად თბილად ეკიდა და იმდენად კარგად იყო განწყობილი სწავლის ძალიან აინტერესებდა რომ ესწავლა ჩვენი სოფლის მოსწავლეებს იმ დონეზე რომ გაცნობოდნენ როგორი ცხოვრებიდან მოდიოდა თვითონ და როგორი წარმატებას მიაღწია და ურჩევდა ბავშვებს რომ ბავშვებო თქვენო ესეთი ცხოვრება არა გაქვთ გაუმჯობესებულია რა დონეზეა გაუმჯობესებული ყველაფერი და ეცადოთ თქვენ პატარა ნიჩას ნუ დაკარგავთ და იმ სოფლიო მწვერვალებზე გადითო რა ვიცი რამდენად შეასრულებენ ჩვენი ყველა მოსწავლე ამას არ ვიცი მაგრამ ამ წუთში გვყავს ერთი მართლა სოფლიო ჩემპიონი როა ძიუდოში და გჯელადელაშა ჯელაძე მან თავისი მეგობრებიც მოიყვანა აქ და გაგვაცნო ერთ-ერთი იყო ცნობილი აი მარკ შეიდერი ჟორა ისევ გიორგი რეხვიაშვილი რომელიც ალბათ ყველასთვის ცნობილია თავისი ლექსებით და თავისი ნაწარმოებებით ეს კაცი მამასთან ერთად იყო ოღონდ იმას ესე უფრო ემარჯვებოდა ლექსების წერა და ლექსების კრებულები აქვს გამოშვებული ეხლა მის ოჯახშიც არავინ არ ცხოვრობს ამ წუთში შვილიშვილები ყავს 3 მაგრამ არც ერთი ადგილზე არ არიან და არის რა ეხლა და თავის სახლში რაც შეეხება და თავისი დის სახლში ეს ქალბატონი ეკა არის რძალი იმ ოჯახის მისი დის შვილიშვილის ცოლია და ამათ ოჯახშიც ეს ნახატები რაც წარმოდგენილი ჰქონდა ჩვენ აქ ამათ ოჯახში ინახებოდა ყველა და ასაც კედლებიც მოუხატა სახლის კედლებიც არის ამათი მოხატული რო ნახოთ და თავისი სახლის კედლები არის აი სახლი არ არის ეს არის მუზეუმი აი ჩვენ წავალთ და დანარჩენ ეპიზოდის დანარჩენ ნაწილს გავაგრძელებთ სწორედ მის სახლთან გადავიღებთ და იქ დანარჩენს მოგვიყვება ქალბატონი სოფო ძალიან დიდი მადლობა ვიმყოფებით ბატონი ჟორა ჩალაძის სახლში ფაქტობრივად მუზეუმია ეს სახლი და ჩვენ გვახლავს თან ქალბატონი სოფო რომელმაც დღევანდელი ღონისძიება დაორგანიზა და დანარჩენს რა ინფორმაციასაც ფლობს მოგვიყვება სოფო ბატონ ჟორა ჩალაძეზე კი ბატონო მოგესალმებით ჩვენ ახლა ვიმყოფებით მართლაც ისტორიულ ადგილას, სადაც დაიბადა და გაიზარდა ბატონი გიორგი ჩალაძე, ადამიანი, რომელმაც შექმნა
სასწაული ისტორია. ადამიანი, რომელიც დაიბადა აი აქ ჩვენთან, აი ამ მთებში გაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრი გაჭირვებაც გამოუვლია, როგორც თვითონ ყვება და საკმაოდ დუღჭირი ბავშვობა საკმაოდ ჰქონდა, ხო? დუღჭირი ბავშვობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მიაღწია იმ მწვერვალებს, რა მიზანიც ჰქონდა მას დასახული და ეს მაგალითია მომავალი თაობებისთვის იმისა, თუ საიდან შეგიძლია ადამიანს დაიწყო და რას მასშტაბებზე შეიძლება შეიძლება გახვიდე. ბატონმა გიორგი ჩალაძის სახელი უფრო სწორად მარტო ამ სოფელში კი არა და რაჭაში კი არა, საქართველოს მთლიან მასშტაბით და საქართველოს საზღვრებს გარეთაც კი გავიდა მისი სახელი. ის იყო გამორჩეული მოქანდაკე მთელი თავისი შემოქმედებით, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, გამოირჩეოდა თავისი სტილი, აი ბატონი გიორგის სტილი, სხვა მოქანდაკეებისგან, ფერმწერებისგან, სხვა სტილი ჰქონდა. ანუ ადვილად ამოიცნობდი. კი ბატონო, კი. და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც თბილისში ჩავიდა, სრულიად უცხო გარემოში მოხვდა, ისე რომ ძალიან ცოტა თანხაც ჰქონდა ჯიბეში, ის ღამე გაუთენებია ვაგზლის შენობაში და მეორე დილით ესე კითხვა-კითხვით მიაღწია სამხატვრო აკადემიამდე, სადაც მას შემოეგება ბატონი უჩა ჯაფარიძე და მან გაუყვალა, ესე ვთქვათ, გზა და ასწავლა, როგორ უნდა გაეკეთებია, რა უნდა გაეკეთებია, რომ იმისთვის მიაღწია, რაც სურდა. და მართლაც აი აქედან იწყება მისი ძალიან დიდი შემოქმედება და შემდეგ დაოჯახდა, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც შვილები გაუჩნდა, 3 შვილი ყავდა, როგორც მე ვიცი და 2 სამწუხაროდ დაეღუპა. მაგრამ მიუხედავად ამ დიდი მწუხარებისა, ის ამბობდა, რომ რაც უფრო ვეცემოდი, ორმაგად უფრო მყარად ვდგებოდი ფეხსეო და აი ეს ქანდაკებები, ეს ტილოები მას კიდევ და კიდევ უფრო აძლიერებდა ესე. ანუ ჭირმა ვერ გატეხა. ჭირმა ვერ გატეხა, კი ბატონო. მე როგორც მოვისმინე, ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ტრაგედიის გადატანა მოუწია, ბევრჯერ ცხოვრების თავიდან დაწყება, იმიტომ რომ ქალბატონმა ნანამაც გითხრა, რომ გადაასახლება მოუწია. აი ამის მიუხედავად ხო ხდება ხოლმე, რომ აი ბევრი ტრაგედიის შემდეგ ადამიანები რაღაცნაირად იკეტებიან, რაღაცნაირად, მაგრამ ყველა პოზიტიურად ადამიანად ახასიათებს. აი თქვენ რა ნამდვილად იყო სიკეთის განსახიერება. ძალიან კეთილი ადამიანი, ყოველთვის ცდილობდა უანგაროდ გაეკეთებია ძალიან ბევრი რამ. აი ჩვენი სოფლისთვის მან გააკეთა ძალიან დიდი რამ, რაც ჩვენი ხეობის სავიზიტო ბარათი არის, ესე ვთქვათ, საჩიტის კლდეზე ამაყად გადმომდგარი ჯიხვი და მის მოპირდაპირ კლდეზე არწივი. და ეს თაობებს გადაეცემა და ალბათ წლებს და რა ვიცი, შეიძლება საუკუნესაც გაუძლოს სიმბოლოა და ყველამ ასე იცის ეს ხეობა. კი, ჩვენი სკოლის კედელზეც მისი შემოქმედება დაგვიხატა, ესეთი ნახატი დაგვიტოვა და რა ვიცი, გამოირჩეოდა სიკეთით, მოკლედ. და ბევრ ოჯახშიო არისო სახსოვარი მისი ნახატები. კი, დაუტოვა ესე სახსოვრად ნახატები, დღეს ღონისძიებაზეც იყო იქ წარმოდგენილი ეს ნახატები, კი ბატონო. საკმაოდ ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო. კი. დიდხანს სიცოცხლა, მაგრამ როგორც ქართველებს გვჩვევია ხოლმე, ძირითადად სიცოცხლეში არ ფასდება არც ნიჭი და არც ზოგადად ადამიანების და გერმანიაში სხვათა შორის გამოიცა ენციკლოპედია მხატვრებზე და 2 მხატვარი მოხვდა საქართველოდან და ერთ-ერთი გიორგი ჩალაძე იყო ენციკლოპედიაში. აი ესეთი ბუმბერაზი ადამიანი იყო ჩვენი გიორგი, ბატონი გიორგი. ეს იყო ბატონი გიორგი ჩალაძის შესახებ, რა ინფორმაციაც ჩვენ შევძელით და მოვიპოვეთ. მე ვისურვებდი, რომ
ადამიანები დაგვეფასებინა სიცოცხლეშივე და თქვენ ალბათ ხედავთ ახლა მის კარ-მიდამოსაც და საკმაოდ ისე შეჭირვებულად ცხოვრობდა ნიჭიერი ადამიანი და თავისი კვალი დატოვა მხატვრობაშიც, ადამიანობაშიც, საკუთარ სოფელშიც და კუთხეშიც. ნამდვილად, ჩვენ მისი სახელი არასოდეს არ დაგვავიწყდა. მადლობა თქვენ.